ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უკვე დაიგო ასფალტის საფარის პირველი პირი. გარდა მუზეუმთან მისასვლელი გზისა, პროექტის შიდა საუბნო გზის კიდევ ერთი მონაკვეთის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს, სადაც ამ ეტაპზე გზის საფუძველის მოწყობა მიმდინარეობს. გზების სიგრძე 587 მეტრია. პროექტის მიხედვით მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა, საგზაო ნიშნები და მონიშნები. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 451,481 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. გორის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობითი სამუშაოები. დღეს ვიმყოფებოდით ვარიანში, სადაც დავათვალიერეთ ცენტრალური გზიდან გოგებაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღეს, როგორც ხედავთ, იგება ასფალტი, დაახლოებით 50% სამუშაოებისა შესრულებულია. რა თქმა უნდა, აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ხელშეუწყობს ჩვენი მოქალაქეების კომფორტულად გადაადგილებას და გაგრძელდება შემდგომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. პროექტის მიხედვით კეთდება მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაახლოებით 580 მეტრის, კეთდება სანიაღვრე არხები, კეთდება ლითონის მილები და ასევე დღეს დაიგება ასფალტო-ბეტონის ქვედა ფენა, ხვალე გადაეგება ზედა ფენა და ამით მორჩება ეს 200 მეტრიანი მონაკვეთი. შემდეგ ეტაპზე გადავდივართ მეორე მხარეს, რომელიც რჩება 380 მეტრი, ჩალაგდება სანიაღვრე არხები და იქაც მოპირკეთდება ასფალტო-ბეტონით. იყო ავარიულ მდგომარეობაში, მანქანებს უჭირდათ გადაადგილება, მოსახლეობა კი დადიოდა ფეხით, მაგრამ წვიმის პერიოდში მაინც დგებოდა გუბეები. ამის შემდეგ დაიწყო კარგი გზის რეაბილიტაცია და მდგომარეობა ძალიან კარგად არის.